სამი მარტივი გზაწონის დასაკლებად მსხვილი ბიუჯეტის გარეშეც კი. პირველი, შენ არ გჭირდება დიეტები, პროდუქტების შეცვლა ან დიდი ბიუჯეტი. უბრალოდ თეფშის ნახევარი შეავსე ბოსტნეულით, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კიტრი და ასე შემდეგ. თეფშის 1/4 იყოს ცილა, ქათმის ხორცი, ლობიო ან ხაჭო. თეფშის დარჩენილი 1/4 ნაწილი იყოს ნახშირწყლები, როგორებიცაა წიწიბურა, ყავისფერი წითელი ველური ან შავი ბრინჯი, ფელმარცვლიანი მაკარონი ან ცეხვილი პური. ეს ავტომატურად ამცირებს კალორიებს და უფრო კარგად განაყრებს. ასევე ამცირებს იმპულსურ ჭამას და არ მოითხოვს ზედმეტ დანახარჯებს. მეორე, 15 წუთი მოძრაობა ყოველ დღე, სადაც არ უნდა იყო. დარბაზი, ხელსაწყოები ან აპარატები სულაც არ არის საჭირო. აი სამი უფასო ვარიანტი. 15 წუთიანი სწრაფი სიარული, 10-15 წუთიანი YouTube ვიდეოებით ვარჯიში ან კიბეებზე ასვლა 10 წუთის განმავლობაში. ასე იწყება მეტაბოლიზმის აჩქარება და დღეში 80-დან 150 კალორიამდე დაწვა უფასოდ. მესამე, ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი შეცდომას უშვებს მაშინ, როცა ცდილობს ყველაფერი იდეალურად გააკეთოს. უფრო შედეგიანი და ბიუჯეტურად მარტივი მიდგომაა 90-10-ზე პრინციპი. აი რას მოიაზრებს ეს პრინციპი? ყოველდღე ჩვეულებრივი მარტივი და ჯანსაღი კვება და კვირაში ერთხელ გააზრებული დარღვევა. ეს ყველაფერი ხსნის ზედმეტ სტრესს, თავიდან გაცილებს დანახარჯებს და გეხმარება ეს პროცესი გადაიტანო რეალურ ცხოვრებაში. დღეს 21:00-ზე გამოვა ვიდეო, რომელიც არ უნდა გამოტოვო, რადგან მსგავსი შანსი დიდი ალბათობით წელს აღარ გექნება. ამიტომ იყავი ყურადღებით.